მოგესალმებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოდკასტების სერია გრძელდება და დღეს ჩვენ ისევ კოლეგებთან ერთად წარმოგიდგენთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით განსაზღვრულ სიახლეებს და ცვლილებებს. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის თემა არის უკვე ტერმინები, ის ახალი ტერმინები და ახლებურად განსაზღვრული ტერმინები, რომელიც ახალმა კანონმა შემოგთავაზა და დღეს უნდა შევეხოთ აუცილებლად ძველი კანონით მოწესრიგებული ისეთ მნიშვნელოვან ცნებებს, როგორიც არის დამუშავებელი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, რომლებიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. ახალმა კანონმა შემოგთავაზა სრულიად ახლებური წყობა ამ ტერმინების. პირველი ეს არის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი. შემდეგ შემოიტანა სრულიად ახალი ტერმინი თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან პირები და უფლებამოსილი პირი განსაზღვრა როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი. მე როგორც ვიცი და ალბათ თქვენთვისაც ცნობილია, პრაქტიკულად ეს ტერმინები სრულად მიყვება საერთაშორისო ცნების სწორედ ასია. ეს ცნებები საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის მიხედვითაც მოწესრიგებული და ბუნებრივია აისახა ჩვენს კანონშიც სწორედ ასე. ალბათ კარგი იქნება, რომ დეტალურად გავყვეთ თითოეულ ცნებას და რას მოიცავს უკვე, როგორ განიმარტება და როგორი ურთიერთმიმართება ამ პირებს შორის, ვინ არიან ისინი შესაბამისად. ცხადია, დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ეს პირები, რომლებიც შენ უკვე ახსენე, მოქმედი კანონითაც მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. რეალურად საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ტერმინოლოგიურ ცვლილებასთან, თუმცა მათი შინაარსობრივი დატვირთვა ახალი კანონითაც იგივე დარჩა. თითოეულ მათგანს რომ გავყვეთ, მნიშვნელოვანია დავიწყოთ პირველ რიგში მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირით. მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია ნებისმიერი ფიზიკური, იურიდიული პირი, იქნება ეს საჯარო თუ კერძო დაწესებულება, რომელიც უშუალოდ თავად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებს, რომელი მონაცემები უნდა დამუშავდეს და ამავდროულად თავად განსაზღვრავს იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც მონაცემთა დამუშავებაში გამოყენებული უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს საშუალება შეიძლება იყოს როგორც ავტომატიზებული, არაავტომატიზებული და ნახევრად ნაწილობრივად. ავტომატიზებული, კი ბატონო, მონაცემთა დამუშავება შეიძლება სხვადასხვა ფორმით ხდებოდეს. ეს შეიძლება იყოს ელექტრონული სისტემები, მატერიალური საქმის წარმოება, რომელიც შემდგომში ხდება მისი გაელექტრონულება, ანუ ნახევრად ავტომატურია. ამდენად ეს პირი, მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან თავად უნდა განსაზღვროს ეს მიზნები. თავარი, ესე ვთქვათ, დანიშნულება და მისი იდენტიფიცირების თავარი კრიტერიუმი არის ის, რომ თავად უშუალოდ უნდა განსაზღვრავდეს საშუალებებს და მიზნებს, რა საშუალებით და მიზნითაც უნდა მოხდეს მონაცემთა დამუშავება და ასევე კონკრეტულად რა მონაცემების დამუშავება უნდა განხორციელდეს. საინტერესოც არის, რომ შეიძლება დამუშავებელი იყოს როგორც ერთი პირი, ასევე რამდენიმე და ის სწორედ ახსენეთ დამუშავებლის შინაარსობრივი განმარტებაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ერთი პირის გარდა სხვა პირიც იყოს დამუშავების პროცესების მიმდინარეობაში, მიზნებში, საშუალებებში ჩართული. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტერმინი, რომ გაჩნდა ახალ კანონში. რეალურად მოქმედი კანონის ფარგლებშიც კი მონაცემთა დამუშავების პროცესში რამდენიმე დამუშავებელი იკვეთებოდა. მსგავსი შემთხვევები ნამდვილად იყო, თუმცა კანონი არ ითვალისწინებდა მსგავს სტატუსს აი ამ სამართლებრივ ურთიერთობაში და მონაცემთა დამუშავების პროცესში. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ გაჩნდა ტერმინი და შესაბამისი ვალდებულებებიც კი დაეკისრა თანადამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს. კი ბატონო, და აქვე აღნიშნავ საანქციის შეფარდების თვალსაზრისით აი ამ ჩანაწერსაც, აი ამ ახალ ჩანაწერს, რაც კანონმდებლობაში გაჩნდა, იმ შემთხვევაში თუ კი სამართალ დარღვევის ჩადენის ფაქტი გამოგვივლინდება და იკვეთება კონკრეტული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ბრალეულობა, სწორედ მხოლოდ მას შეეფარდება ის სანქცია, რაც დარღვევის შესაბამისი მუხლით და ნორმით არის გათვალისწინებული. ასევე იმ შემთხვევაში თუ კი თითოეული მათგანის, ესე ვთქვათ, ბრალეულობის წილი თანაბარია, სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა
მართლობრივობასაც ითვალისწინებს კანონი. არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, იმ შემთხვევებზეც ძალიან მარტივად გავრცელდება და ზოგადად ითვალისწინებს პრაქტიკა ასეთ შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული ბრალეულობა რომელიმესი არ იკვეთება და მათი ბრალი, ასე ვთქვათ, თანაბარწილად მოდის თითოეულ თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე და აქედან გამომდინარე სოლიდარული პასუხისმგებლობის ეს ნორმაც ძალიან გვიმარტივებს, ასე ვთქვათ, საზედამხედველო ორგანოს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი მანდატი მაქსიმალურად გავავრცელოთ ასეთ შემთხვევებზე და ესეც ძალიან, ასე ვთქვათ, ღირს აღსანიშნავი ჩანაწერია კანონმდებლობაში. და ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საჯარო დაწესებულებებს დაურიგდათ სამსახურის მხრიდან სახელმძღვანელო რეკომენდაციები ახალი კანონის შესაბამისობაში თავიანთი საქმიანობის მოყვანის თვალსაზრისით, სადაც სწორად ეს ნაწილიც იყო გაწერილი მათ შორის, რომ თუ კი მათი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდება ისეთი შემთხვევა, როდესაც მათთან ერთად სხვა თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირიც ამუშავებს მონაცემებს და ერთობლივად განსაზღვრავენ ამ მიზნებს და საშუალებებს, რაც უკვე აღნიშნეთ, ასეთ შემთხვევაში საკანონმდებლო აქტის, ანუ კანონის ან კანონქვემდებარე აქტის უпростоრად საფუძველზე ეს მათი თანამშრომლობა, მოდი ასე უხეშად დავარქვი, უნდა გაიწეროს და უნდა იყოს მითითებული, რომ საჯარო დაწესებულებასთან ერთად თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი არის კონკრეტული, ასევე შეიძლება საჯარო დაწესებულება იყოს, საქვეუწყებო დაწესებულება იყოს, თუნდაც იურიდიული პირი იყოს საჯარო სამართლის. რადგან საჯარო დაწესებულებებზე გადავედით, მნიშვნელოვანი ამ ნაწილში აღინიშნოს, რომ თანადამუშავებაზე პასუხისმგებელი პირების, ანუ დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირების სიმრავლე ძირითადად საჯარო სექტორში უფრო აქტიურად გვხვდება და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ რეკომენდაციები მათთან მიმართებით იქნა დაგზავნილი. ცხადია, კერძო სექტორთან მიმართებითაც გვხვდება მსგავსი შემთხვევები, თუმცა ციფრობრივად რომ ავიღოთ, ბევრად უფრო ნაკლებია, ამიტომ საჯარო დაწესებულებებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ მიმართულებით. და რა კი უკვე მივადექით პრინციპში თანამშრომლობის ფორმის განხილვის საკითხებს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, იგივე დამუშავებლის და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ურთიერთობის მასშტაბი, ფორმატი. აქვე შეგვიძლია რომ განმარტოთ პრინციპში ვინ არის უფლებამოსილი პირი, მარტივად რომ ითქვას, იგი დამუშავებლის სახელით, მისი ინტერესით არის მონაწილე ამ დამუშავების პროცესისა, იგი ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს. ცხადია, როგორც აღნიშნეთ, შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, მიერ განსაზღვრული საშუალებებით და მიზნებით, კონკრეტული მითითებებით, აუცილებლად ეს უნდა აღინიშნოს. მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ტექნიკურად ეხმარება მონაცემების დამუშავების პროცესში. საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელი რო იყოს, ალბათ უმჯობესი იქნება მაგალითი მოვიყვანოთ ამ მიმართულებით. ცხადია, ალბათ ყველასთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია პირდაპირი მარკეტინგი, როცა ყოველდღიურად ჩვენს მობილურ ტელეფონებში არაერთ მოკლეტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ სხვადასხვა კომპანიის სახელით. სამსახურის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძირითად შემთხვევებში ის კომპანიები, რომელთა სახელითაც ჩვენ ვიღებთ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, უშუალოდ არ ახორციელებენ მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნას, იმიტომ რომ ამის ტექნიკური საშუალება რეალურად არ აქვთ. ამისთვის ისინი შესაბამის ხელშეკრულებას აფორმებენ მარკეტინგულ კომპანიასთან, რომელიც უშუალოდ ამ კომპანიის სახელით, მის მიერ მითითებულ ტექსტს, მის მიერ გადაცემულ ტელეფონის ნომრებზე აგზავნის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. აი ამ მაგალითის მიხედვით მარტივად შეგვიძლია განსაზღვროთ ამ პროცესში ჩართული პირების სტატუსი. კერძოდ, კომპანია, რომლის სახელითაც მოკლეტექსტური შეტყობინებები იგზავნება, არის იგივე მონაცემთა დამუშავებელი, მოქმედი კანონის შესაბამისად, ხოლო ის პირი, რომელიც უშუალოდ ტექნიკურად ახორციელებს აი ამ მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნას, არის უფლებამოსილი პირი. სხვა შორის უნდა აღინიშნოს, რომ პოდკასტების სერიაში განხილულია პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ხადია უკავშირდება ახალი კანონით დადგენილ რეგულაციებს. ძალიან საინტერესოა, მით უფრო ამ საკითხებზე საზოგადოების რეზონანსი იყო ძალიან ფართო, პრაქტიკულად
ყველა მათგანს აინტერესებდა, როგორ გაგრძელდებოდა ამ სატელეფონო ნომრების დამუშავება და ძალიან საინტერესო ამ მიმართულებით პოდკასტი იმ თვალსაზრისით, რომ ფიქრობ ყველა ამომწურავად სცემს ყველა იმ შეკითხვას პასუხს. აღსანიშნავია თავად დამუშავებელს და უფლებამოსილ პირს შორის არსებული სახელმწიფო სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც პრინციპში არ უნდა იყოს შრომით სამართლებრივი, იმიტომ რომ უფლებამოსილი პირი არ უნდა იყოს დამუშავებლის დასაქმებული ან თანამშრომელი. კი, საინტერესო დაქვემდებარებაში მყოფი, ასე ვთქვათ, პირი. სხვა შორის პრაქტიკაში ძალიან ხშირ შემთხვევებში კომპანიებს ეგონათ, რომ უფლებამოსილი პირი არის მათთან დასაქმებული პირი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოიყო ცალსახა და იმპერატიულად არის მითითებული, რომ ესეთი პირები ნამდვილად არ არიან უფლებამოსილი პირები და დამოუკიდებელ სუბიექტზეა რეალურად საუბარი. ნამდვილად, ანუ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მისი სახელით თუ კი მოქმედებდა რატომღაც აი ამ შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში უშუალოდ რაღაც პროცესის განმახორციელებელი პირი ხშირად გონია პრაქტიკაში, რომ ეს არ არის ესა თუ ის პირი ახორციელებს დამუშავებას როგორც უფლებამოსილი პირი და ნუ ძალიან დიდი ამ მხრივ სამსახურის პრაქტიკა აი ამ ტერმინოლოგიური გამიჯვნის და ამ დამუშავების პროცესში პირთა იდენტიფიცირების, სტატუსის იდენტიფიცირების თვალსაზრისით. თვითონ უფლებამოსილ პირს ისევ ამ ფორმით მოვიხსენიებ, მარტივი რო იყოს საზოგადოებისთვისაც, იმიტომ რომ ახალმა კანონმა ცოტა ისე ვთქვათ, დიდი დასათაურება შემოგთავაზა, თუმცა ვინაიდან მათი შინაარსობრივი მხარე არ იცვლება, აქედან გამომდინარე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი რომ ჯერჯერობით ისევ დამუშავებლად მოვიხსენიოთ და დამუშავებაზე უფლებამოსილი უფლებამოსილ პირად ალბათ უფრო მარტივი იქნება პოდკასტის მიზნებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის, რომ უფრო ახმადი იყოს და თუ კი რომელიმე ჯერ ისევ მოქმედი კანონის ტერმინი წამოგწ და ალბათ გვაპატიებს მსმენელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ხელშეკრულების საკითხი, როგორც ანიი თავად აღნიშნე, მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ეს არის ის, ესე ვთქვათ, სამოქმედო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც გაწერილია დამუშავებლის და უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობა და თვითონ დამუშავების მთლიანი პროცესი. რომ შევეხოთ ახლა ამ ხელშეკრულებას. კი ბატონო, პირველ რიგში დავამატებ და ვიტყვი, რომ მონაცემთა დამუშავებელსა და უფლებამოსილ პირს შორის სამართლებრივი ურთიერთობა ცხადია, შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავება ძირითადად უფრო საჯარო სექტორისთვის არის დამახასიათებელი. კი ბატონო, შესაბამისად ეს კანონით რეგულირდება. ამდენად ახალი კანონით უკვე უშუალოდ გაიწერა წერილობით ხელშეკრულებაში, რა შინაარსის მატარებულ დოკუმენტს იგულისხმობს კანონმდებელი და კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია უნდა აისახოს. შინაი ამ პირობებზე გადავიდოდეთ, აქვე საჯარო დაწესებულებები ვახსენეთ კიდევ ერთხელ და ეს თემა რომ მაინც ამოუწუროთ რაღაც თვალსაზრისით, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს და დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს მათი ურთიერთმიმართების თვალსაზრისით საჯარო დაწესებულებების პირობებში ვთქვით და ვახსენეთ, რომ მათი ურთიერთობა უნდა იყოს ასევე მოწესრიგებული საკანონმდებლო აქტით დამუშავების პროცესი და ასევე ამავე საკანონმდებლო აქტში უნდა იყოს მითითებული მათი პასუხისმგებლობის ფარგლები, თითოეული რა ნაწილში განსაზღვრავს თუნდაც მიზნებს მართალია ერთობლივად, მაგრამ შეიძლება რაღაც კონკრეტული მიზნები კონკრეტულად იყოს გაწერილი მათი საქმიანობიდან გამომდინარე. და ბუნებრივია უფლებამოსილებაც შესაბამისად აი ამ წერილობითი აქტების საფუძველზე უნდა იყოს დარეგულირებული ეს თანადამუშავების თემა, რომ მაინც კიდევ ერთხელ ამოგვეწურა ამ მიზნებისთვის უფლებამოსილ პირთან არ არის კავშირში, თუმცა საჯარო დაწესებულებებთან მიმართებით ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მხრივ სტანდარტული პირობების ფარგლებში შეიძლება იგივე შევეხოთ ისეთ მექანიზმებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობას. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თვითონ დამუშავებელსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულება რა შინაარსს უნდა ატარებდეს. სამსახურის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კერძო სექტორი ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ხშირია მომართვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსის უნდა იყოს ეს დოკუმენტი, რა ტიპის ვალდებულებები უნდა იქნეს გათვალისწინებული. ცხადია, მოქმედი კანონითაც გათვალისწინებული იყო გარკვეული ვალდებულებები, თუმცა ეს ვალდებულებები იყო უფრო ზოგადი და
კონკრეტებას საჭიროებდა და რეალურად პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ აი ამ ზოგადმა ჩანაწერებმა, რომელიც მოქმედ კანონში გვაქვს, გარკვეულ პრობლემებამდე მიგვიყვანა, იმიტომ რომ ხშირია ხოლმე შემთხვევები, რომ ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ამდენად პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემდგომში ცხადია კანონმა უკვე გაითვალისწინა ის კონკრეტული დებულებები, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს. პირველ რიგში ამ ხელშეკრულებაში ცხადია მითითებული უნდა იყოს მონაცემების დამუშავების მოცულობა. ანუ რა მონაცემები მუშავდება. ამ მონაცემების კატეგორია, მათი ესე რომ ვთქვათ დამუშავების ვადები. ასევე გაწერილი უნდა იყოს მონაცემთა დამუშავებელსა და უფლებამოსილ პირს შორის უფლება-მოვალეობები რა ფორმით არის გადანაწილებული. დამუშავების ვადებით ძალიან და მიზნებით მაგრამ რაც კანონიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, შემდეგ უკვე პრინციპები, მიზნები და რა თქმა უნდა ვადები და ყველა ის ნიუანსი, რაც ლიკა უკვე ახსენე. ასევე ძალიან საინტერესოა ვალდებულებებიც ამ ხელშეკრულებების ფარგლებში. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ამ თვალსაზრისით უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია თავად მონაცემთა სუბიექტებს, ეს არის მათი უფლებების, სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება. ინფორმირების თვალსაზრისითაც მათ შორის იმ კუთხით, რომ ნებისმიერმა პირმა იგივე მონაცემთა სუბიექტმა აუცილებლად უნდა იცოდეს მის შესახებ მონაცემებს ვინ ამუშავებს. მათ შორის ვინ არის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, ვინ არის თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ასეთის არსებობის შემთხვევაში და ვინ არის უფლებამოსილი პირი და რა თქმა უნდა ის საშუალებები და მიზნებიც თუ როგორ მუშავდება, რა საფუძვლით მისი მონაცემები. სხვათა შორის აღსანიშნავია იმ შემთხვევაში თუ კი სხვა წყაროსგან არის მოპოვებული სუბიექტის მონაცემები ამ წყაროს შესახებაც ინფორმირების ვალდებულება გააჩნიათ როგორც დამუშავებლებს, ისევე უფლებამოსილ პირებს. ამდენად მონაცემთა სუბიექტის უფლებების ზოგადად დაცვის ვალდებულება ცხადია ამ ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. აბსოლუტურად გეთანხმებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი კანონით გარკვეულწილად მონაცემთა სუბიექტის უფლებების კუთხით მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის როლი გაიზარდა ამ კუთხით. მოქმედი კანონი მსგავს ვალდებულებას ეგრეთ წოდებულ უფლებამოსილ პირს არ უდგენდა, თუმცა ახალმა კანონმა ეს სტანდარტი შეცვალა და გარკვეულ შემთხვევებში თავად არის ვალდებული, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვათ ამ ინფორმაციას არ ფლობს, ის ვალდებულია რომ დაეხმაროს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს მინიმუმ იმ დოზით რომ მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მსგავსი მოთხოვნა დაფიქსირებულია და შესაბამისი რეაგირება განახორციელოს, რაც მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოქმედი კანონის ფარგლებში მსგავსი შემთხვევები ფაქტობრივად იკარგებოდა ხოლმე მონაცემთა სუბიექტის უფლება და ვერც უფლებამოსილი პირი და შესაბამისად რადგან ინფორმირებული არ იყო მონაცემთა დამუშავებელი, ამას ვეღარ ახდენ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან გამოსადეგი ნორმა იქნება მომავალში პრაქტიკაში. პრაქტიკის სწორად წარმართვისთვის, განვითარებისთვის და კიდევ უფრო დაახლოებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც ბუნებრივია იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი ამ ახალი კანონის შემუშავების და მათ შორის იმპლემენტაციის პროცესშიც პრაქტიკის დაახლოება მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს ესე ნამდვილად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით. და კიდევ როცა საუბრობთ ვალდებულებებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის უსაფრთხოების საკითხი, ანუ კერძოდ ამ ხელშეკრულებით ცხადია გათვალისწინებული უნდა იყოს ის უსაფრთხოების ზომები, რაც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს და ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომ ერთის მხრივ ხელშეკრულება არა მხოლოდ უნდა ითვალისწინებდეს მსგავს უსაფრთხოების ზომებს, არამედ ამ ხელშეკრულებით დავალდებულება უნდა მოხდეს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, რომ მთელი პროცესის ფარგლებში დაცული იყოს კონფიდენციალობა და მათ შორის ეს კონფიდენციალობის ვალდებულება თითოეულ იმ ადამიანამდე მიიტანოს, რომელიც მისი მხრიდან ამ მონაცემების დამუშავების პროცესში იქნება. უსაფრთხოებას რადგან შევეხეთ, ასევე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ უფლებამოსილ პირს და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების
შეწყვეტის შემთხვევაში ძალიან საინტერესო ჩანაწერი გაჩნდა კანონმდებლობაში. უფლებამოსილმა პირმა უნდა გადასცეს სრულად ის მონაცემები თავისი დამუშავების საშუალებებით დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, როგორც ახორციელებდა ის სრულად ამ პროცესს და თუ კი ეს ან შეთანხმების საგანი არ არის, ან მიზანს უკვე ცდება, ან პრაქტიკულად დაკარგა, ესე ვთქვათ, მნიშვნელობა და დანიშნულება მონაცემთა დამუშავებამ, მაშინ სრულად უნდა წაიშალოს, განადგურდეს ეს მონაცემები და შეწყდეს ყველანაირი დამუშავება, მათ შორის შენახვა, როგორც დამუშავება. ფიქრობ, რომ ამ თემას უკავშირდება და აქტუალურიც იქნება შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებას, ასე ვთქვათ, არ ღვევს. ან იმ უფლებამოსილების ფარგლებს გასცდება უფლებამოსილი პირი, რომელიც დადგენილი არის ხელშეკრულების შინაარსით. არის შემთხვევები, აი სწორედ ამ შემთხვევებში იგი შეიძლება გარდაიქმნას როგორც დამომუშავებელი და პირადად პერსონალურად სრული პასუხისმგებლობით, ასე ვთქვათ, დაეკისროს სამართლებრივი შედეგები, რაც კონკრეტულ დამუშავებას შეიძლება მოყვეს. როგორც ლიკამ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ აქტის მოქმედება, რომლის საფუძველზეც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი მონაცემებს ამუშავდა, ანუ ამ აქტის მოქმედება გავიდა, ან ხელშეკრულება შეწყდა რაიმე მიზეზით, ასეთ შემთხვევაში რომ უნდა შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ანა შენახსენე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ და უფლებამოსილ პირს შორის გარკვეული უთანხმობა არსებობს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. კანონმა გაითვალისწინა მსგავსი შემთხვევაც და მსგავსი შემთხვევის წარმოშობის შემთხვევაში უკვე მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, რომ შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და მის ხელთ არსებული ყველა სახის მონაცემი გადასცეს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს. პირობებში, მათ შორის უთანხმოების თუ კი ისე ვთქვათ, მოლაპარაკების გზით ვერ ხორციელდება ამ საკითხების ამოწურვა დავის წარმოშობის პირობებში, რაღაც თვალსაზრისით, ესე ვთქვათ, უზრუნველყოფის ღონისძიების ფუნქციას ატარებს ეს მნიშვნელოვანი საკითხი. თვითონ ხელშეკრულებაში სხვა შორის შეიძლება იყოს გათვალისწინებული დავის მოგვარების რა საშუალებას გამოიყენებენ ალტერნატიულიც მათ შორის, რა თქმა უნდა. და ვიდრე პრინციპში შეჯამებისკენ გადავინაცვლებდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს კიდევ ერთი ინსტიტუტი, რომელიც შეიძლება ტერმინოლოგიურ დონეზე კანონის ფარგლებში არ არის განმარტებული, თუმცა არსებობს შინაარსობრივი თვალსაზრისით, როგორც გახლავთ ქვედამუშავებელი, უფლებამოსილ პირს აქვს იმის შესაძლებლობა, თუმცა დამმუშავებისგან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში, რომ დამუშავების პროცესები გადაანდოს თავის მხრივ კიდევ ერთ უფლებამოსილ პირს, ქვედამმუშავებელს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულს. და მასთანაც ცხადია ეს სამართლებრივი ურთიერთობა წერილობით ხელშეკრულებას უნდა ეფუძნებოდეს. პასუხისმგებლობის ფარგლებში, იმავე უფლებამოვალეობების ფარგლებში, იმავე ტვირთით, ესე ვთქვათ, ახორციელებს მთელი ამ დამუშავების პროცესს ქვედამუშავებელი. ძალიან დიდი მადლობა. მართალია ამ საკითხების ამოწურვა ერთი პოდკასტის ფარგლებში ვერ განხორციელდება, თუმცა მნიშვნელოვან სიახლეებს მაინც შევეხეთ და ასე თუ ისე საზოგადოებისთვის ტერმინების განმარტების ფარგლებში მივიტანეთ ის ძირითადი სათქმელი, რაც გვინდოდა რომ გვეთქვა. ჩვენი პოდკასტები ბუნებრივია გრძელდება, სხვადასხვა თემებით, სხვადასხვა ცვლილებების მიმოხილვით, დაგიბრუნდებით აუცილებლად კიდევ ერთხელ გმადლობთ და ასევე აქვე დავამატებთ მნიშვნელოვან საკითხს, ვინაიდან და რადგანაც ცვლილებებთან დაკავშირებული ძალიან ბევრი კითხვა შემოდის, მათ შორის ყოველდღიურ საკონსულტაციო რეჟიმში, სამსახურის ინიციატივით ყოველი კვირის პარასკევ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვუმასპინძლოთ სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, მათი მხრიდან წინასწარი რეგისტრაციის გავლის პირობებში და დავფაროთ ის საკითხები, რაც მათი ინტერესის სფეროშია. მადლობა.